ეხლა ადამიანურად ვინ კარგია და ვისთან ყანწი აქვს დალეული დღეს ამ კონტექსტში ხდება ხოლმე განხილვა რომ არ იყო ცუდი კაცი ეხლა საოკუპაციო რეჟიმის გენერალი რო ხარ ხო ანუ ცუდი კაცი შეიძლება ეხლა არც პუტინი არ არის აუპიროვნულად პიროვნულად შეიძლება ხო ბერლუსკონი და პუტინიც ძალიან ბევრ მეგობრულ თქვა არ ვიცი ეხლა ხო საპირისპირო სქესში ერთად რო დადიოდნენ შეიძლება ძალიან მეგობრობდნენ ეს არ არის თავარი ამიტომ არავინ არაფერს არ დაგ ამის იმედი ჩაისახა და დათბობის ურთიერთობების დათბობის ჩვენ ეხლა ვეჩვევით რუსებთან თანაცხოვრებას იმიტომ რომ ყოველ წუთას ვხედავთ მართლა უგზნობთ რომ შეიძლება ყველა ისეთი კი არ არის ეს ძალიან ნორმალური ადამიანია ჩამოთთან ფულს ხარჯავს ჩემი ხაჭაპური უფრო ცვირად იყიდება ამ ყველაფრის უკან ჩემთვის შეიძლება მე გაფუჭებული ვარ ჩემი წარსულით მაგრამ ჩემთვის დგას რუსული დაზვერვა შეიძლება ეჭვიანი ადამიანი ვარ მაგრამ გლობალურად ისეთ სამყაროში ვართ უნდა ვიყოთ ეჭვიანი ხო მოზაიკაში ხო იმიტომ რომ მე იმ თვალით უყურებ ხო მაინც ეხლა შეიძლება ობივატერისთვის არ არის სახელმწიფოს ფუნქცია ზუსტად ეს არის ობივატერს რისკი დაანახოს თორე ხაჭაპური 10 ლარი რომ ღირს 3 ლარის ნაცვლად ეს რო ჩემთვის როგორც მცირე მეწარმისთვის მომგებიანია და ჩემი პატარა სასტუმროს ყველა ნომერი რომ დაკავებულია ეს რო ჩემთვის კარგია ამას მე ვხვდები ახლა ამაში სახელმწიფოს ის არ მჭირდება მაგრამ სახელმწიფომ უნდა დამანახოს რომ აი ხვალ რომ ამ ძაბს გადაგიკეტავენ და ესეც რომ რუსული სპეცსამსახურის რეცეპტია რომ ჯერ შექსვამს ამ ნარკოტიკზე იმიტომ რომ შენ აიღე კრედიტი შენ აიღე თქვათ რაღაც ვალები ხო გააფართოვე დაგეტვირთა სასტუმრო ფული იშოვე ფული რომ იშოვე გაფართოებაზე გადახვედი შვილი ფასიან სკოლაში შეიყვანე ძალიან მიკრობიზნესის დონიდან ვსაუბრობ ხო პარტნიორს მეგობარს რაღაც ოქროს მეჭედი უყიდე პირობითად ვამბობ კარგი ტანსაცმლის გადახვედი და უცებ ჩაგეკეტა და რასაკეთებ ჩაგეკეტა იმიტომ რომ საქართველოს ისევ გაუფუჭდა ურთიერთობა რუსეთთან ჩამოდიხარ თბილისში და პარლამენტის წინ მართავ მიტინგს რომ დაგვიბრუნეთ ჩვენი ძვირფასი რუსები იმიტომ რომ ამ დროს კარგად ცხოვრობდი ახლა ვიხსენებთ რომ 80-იან წლებშიო მე პატარა ვიყავი მაშინ მაგრამ კარგად ცხოვრობდი და კარგად როგორ ცხოვრობდი 12-იან ძეხს ჭამდი და ეს გეგონა კარგი ცხოვრება მაგრამ წარმოიდგინეთ აი ეს რეალობა დადგება ეს არის სადაზვერვო ოპერაცია და აი ეს არის საფრთხე რომელიც რუსებმა 2008 წლიდან შეგვიქმნეს თავის უკვე რბილი ძალის გამოყენებით